ალბათ ყველაფერში არის საჭირო პაუზა ნებისმიერ სფეროში. მუსიკაში სხვათა შორის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პაუზას, იმიტომ რომ ნოტს და ნოტს შორის, ამ ფრაზას და ფრაზას შორის აღებული პაუზა ქმნის მერე იმ მუსიკას თლიანად. აი 2 წლის წინ გადავწყვიტე, რომ ამეყო პაუზა. მოგეთ ისე მოხდა, რომ ეს პაუზაც ესე ვთქვათ, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კონკრეტულ ამ მომენტში, ამ ჩემ ცხოვრებაში. პაუზა არ მხოლოდ მუსიკისგან ავიღე, არამედ აი საერთოდ აი წყნეთში გადმოვედი და ხალხთანაც აღარ მოხდა ესეთი კომუნიკაციები და აი რაღაცა ბუნებაში ესე ძალიან ესე მშვიდად და მედიტაციურად ასე ვთქვათ. კონცერტს comeback-ი დავარქვი, იმიტომ რომ ყველა მეკითხება, რომ ეს comeback-ი როდის გავს, ესეთ რაღაცნაირად ესე დაარქვეს, რაც ქართულად დაბრუნებას ნიშნავს, მაგრამ რეალურად მხოლოდ სცენაზე დაბრუნება, ეს ფიზიკურად სცენაზე დაბრუნება არ არის, იმიტომ რომ რეალურად საკუთარ თავთან დაბრუნება უფრო არის და საკუთარი თავის პოვნის პროცესი მინდა, რომ მუსიკალურად გაუზიარო მსმენელს. ლაივი იქნება 28 ივნის აუდიტორიაში, სადაც ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სივრცე არის. სცენაზე ვდგავართ მე, ნიკალა და სოფო ჩოხელი, რომელიც პიანისტი არის კლასიკური არაჩვეულებრივი. რაც შეეხება ამ კონცერტს, აი კონცერტი არ გამოდის. შეიძლება ითქვას, რომ იქნება რაღაც მუსიკალური შოუ. სცენარის მიხედვით არის 90-იანი წლები და ბავშვი რომელიც დადის მუსიკაზე და სახლში არის ასე ვთქვათ აკრძალული სხვა მუსიკა გარდა კლასიკურისა. და ამ პერსონაჟს უწევს ამ მუსიკის ჩუმად მოსმენა. იმის დემონსტრირება, რაც ბავშვობიდან მაწუხებს. იქნება აი მოგზაურობა რა, აი 90-იანებში მოსმენილი მუსიკისა და კლასიკური მუსიკის შორის. რაღაც მომენტებში იქნება კონკრეტულად რაღაცა ფრაგმენტი, აი სემპლის, როგორც სემპლი გამოყენებული, მაგრამ არა ისეთი სემპლი, როგორცაც მიჩვეული ვართ, რომ უბრალოდ რაღაც კონკრეტული მომენტი იშრეს. რეალურად ის თემები ყველას ეცნობა, მაგრამ რაღაცა რეალური შეგრძნება არ გექნება, რომ რეალურად უსმენ ამას. თითქოს ეს ყველაფერი გონებაში ხდება და ამ ყველაფერს ყველანი ერთად ვიხსენებთ. შევეცადე, რომ საკუთარ თავსაც და მსმენელსაც ვაჩვენო, რა იცი, რომ აი კი ჟანრობრივად არის დაყოფილი მუსიკა და ყველა ჟანრს თავისი მსმენელი ყავს და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში მუსიკა არის. ისეთი გიორგი ცაგარი როგორც აქამდე იყო არ იქნება, იმიტომ რომ ბევრი რაღაც პაუზის შემდეგ როგორც თქვი, ბევრი რაღაცა შევცვალე საერთოდ ჩემ ცხოვრებაში შევცვალე და მუსიკაშიც შევცვალე. სხვანაირი კიდე იმიტომ იქნები, რომ გავხდი მამა. და ჯერ მუცელში იყო, რომ უკვე დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა და დაწუნება უსმენდა და მერე უკვე, როდესაც დაიბადა, ხშირად არის ჩვენი სტუმარი ხოლმე, გვისმენს, ტარშაც გვიკრავს და სხვათა შორის აქვს საყვარელი კომპოზიციაც, რომელზეც ისე აღმოჩნდა, რომ ჩართული მქონდა და ძალიან ადვილად დაიძინა. Dream Loops, სიზმრის ლუპი. მე თვითონ ველოდები, მე თვითონ მაინტერესებს, აი მე როგორი ვიქნები იმ მომენტში სცენაზე, ჩემ მეგობრებთან ერთად. ძალიან კაი ასე. სულ მინდოდა ხოლმე, რომ რაღაცა ისეთი გამეკეთებინა, რასაც ძალიან ხშირად გავემეორებდი, იმიტომ რომ რაღაცა შეიცვლებოდა შიგნით და რაღაცნაირად ეს პროცესი იქნებოდა და იმედი მაქვს, რომ ეს კონკრეტული ეს მუსიკალური შოუ, აი არ ვიცი თუ მიუზიკლი, არ ვიცი რა დავაგა ზუსტად, ეს მე ხალხი დაარქვეს ალბათ, რომ ხშირად გამეორდება.